Ძვირფასო ტელემაყურებლებო, ბრუნდებით რეკლამიდან და მინდა მივესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი, ცნობილი ინფლუენსერი, ესე იგი უბედური ენის პატრონი, მოდი ესე ვთქვა. ამოსაგდები. ლოხიშვილი თამაზა. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. Pinexi 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს. რაზე გეცილი? აი, ესეთ გადაცემებში რომ ვზივარ, ხომ სულ მახსენდება ნახეს რომ მივერეკებოდი ქსოვრისში. სოფელში? რო ვერც იფიქრებ, რომ ცხოვრება რას გიბზადებს და თურმე. ხო, ესე იგი, მოდი დავიწყოთ ბაქედან საუბარი. შენ ესე იგი ქსოვრისელი ხარ, სოფელი ქსოვრისი და რეალურად ქსოვრისში დაიბადე, გაიზარდე. კი. თავიდან ანუ რა სოფლის საქმეებში იყავით ჩართული. მე გაწყობილები ვიყავით წელში. რატო? ანუ გექტრობით მიწები ვამუშავებდით სოფლის მეურნეობა. თუ რამე მოდის, აი ყველაფერი მოგვყავდა. აი დილიდან საღამომდე ვშრომობდით, თუ შრომაში ვიყავით. ჩემი ოჯახის წევრები როგორც გადიოდნენ, ბავშვობიდან მიგვაჩვიეს ესე შრომას რა, რომ აი აბა კიტრი გასათოხნი, აბა ლობიო შემოვუყაროთ, აბა კარტოფილი, აბა ჩვენც მიჩოვლები ვიყავით. ხანდახან ეცუდია მიდირო იყო ხოლმე ესე გული გწყდებოდა რომ სათოხში. ხო, არის სამუშაო. ორი დღის წინ იყო გათოხნილი და აი რო იწვიმა, ხო მე გადაკირვა იწის რა და აი გული რო გწყდება რომ რაღაცა სამი კვალი გათოხნილი და აი რაღა მოედაბეთ ეხლა მოვიდა. ხო, ეგეც ძალიან ის არის, ამდენი რო გათოხნილი და მე ისე ძალიან ბევრი რაღაცები მოყვავდა, მაგრამ მაშინ ფასიც ჰქონდა, იცი? ხო, ანუ მოქონდა ბაზარში დეზერტირებში იდექი. იდექი და ეხა არ ვიცი რა ის შემოიღეს. აი ადრე რაც უნდა დაგეთესა, პომიდორი იყო, კიტრი იყო, თუ რაღაცა მოსავლიანი იყო და მოდიოდა. და ეხლა რაც ჰიბრიდზე გადავით, გენეტიკას ვეღარ ასწორებთ, თუ რა დაემართა და აი მაგალითად მარტო ბოსტნეულს ყიდი თუ ხილიც ყველაფერი. აი მაგალითად ხვალ ვიცით რომ დილის 5 საათზე ბაზარში მივდივართ. თუ რამე სახში მოგვეზედმეტებოდა, ყველაფერი მიკო. ყველაფერი მარშრუტკაში იყო. ატარი და ხო. ანუ მაგალითად ეხლა ხო არის რომ რაღაცა ხილის სეზონები არის რა, მაგრამ ის ხილი არ იყიდება, ეხლა ეგეთი ხილიც მიქო. მე ისე მიყვარდა ბავშვობიდან ის რა ქვია, ფული, რომ აი თუ მაგალითად ვედრა რაღაცა ხილი გამიტავდებოდა ვედრას ვერ ვავსებ. რა აი ღამე შემეძლო მეზობელთან გადასულიყავი და ბატარიით ჩამოვეკრიფა, რომ ნაკრული ვედრა არ წამეყო. ხო. კვახეც მიქონდა? კვახეც მიქონდა. ოღონდ ნახე ერთი ძალიან მაგარი ისტორია მაქვს. მე მგონი თბილისის ვაჭრებს მე ვასწავლე. ყოველთვის მე ზოგადად მეძვირე ვარ. მეძვირე იყავი. მეძვირე ვიყავი. აი მაგალითად რაღაცა ხილი თუ შემოდის 3-4 კვირის მერე მე ვკვიდდი. როგორ? აი სამეზობლო რო გადმოიხედებოდა ჩემ ნახში, დაუმწიფებელი მსხალიც აღარ იყო, ხო წარმოგიდგენია. შურდათ მე ეს რა. როგორ ყიდიდი კაცო? აი მკვახე ხილს ვკრეფავდი. ხო. დიდი კუშეტკა მქონდა რაღაცა გავშლიდი კარგად მატყლის საბნებში ისე მწიფდება ვანო რომ აი რა ვიცი სასწაულად ანუ სითბოში დაამწიფებდი თუ ცოტა ისე მოხდა რომ ამ საბანმაც არ უშველა უცბად გამოვაქანებდი ხომი ამ საბანს სვანური ფეჩი გვედგას უგაგოზგუზებული შევათფობდი დავალაგებდი აი გაჩინე როგორ მეჩქარება ამის ამოყიდვა რა სანამ ფასი დაუვარდება მაგალითად და როგორ ყიდიდი რა შეუნებოდი მე რომ ჩამოვიტანი დეზერტირების ბაზარში აი მაგალითად სულიანი მსხალი დავიძახებდი რომ მაქვს აი ერთმანეთს ასკდებოდნენ ბაჭრები იმაში სად იყო ეს იმპორტი და რაღაც 10 წლის წინ და მსხალი ბატარიით მორბოდნენ აი რო ციმციმებს რა ერთმანეთს და ნაადრევი მსხალიაო თუ რა ნაადრევი ახალი ჯიშია მეთქი ნაადრევი გამოყვანდი და აფციფებდი რეალურად აფციფებდი კარგად გემრიელად თან ის არის რო გავყიდიდი ამას კაი ძვირად რა მე რო შემოდიოდა უკვე სეზონი რო ხო ყველას მაშინ მოქვს ხეზე დაკრეფილებს რო არჩევენ და მაშინ არაფრის ფასი აღარ აქონდა უკვე ლარი 2 ლარი და მე 4 ლარში მქონდა გაყიდული აუ რა მაგარი გემოკიდიდი არაფერი ახლა ხო დაადრევი დამწიფებული მაგრამ ფერი კაი ქონდა კაი და ფერი ქონდა მშვენიერი მაგრამ მე თბილისში ჩამოხვედი აიბარგე და წამოხვედი წამოხვედი თბილისში და ნუ ეხლა აქ როგორ დაიწყე მიუხედავად იმისა სოფლის მეურნეობას რო ძალიან ხელს ანუ მუშაობდით და რაღაცას სწავლითაც კარგად ვსწავლობდით რაც შეგვეცოლო რა და მე აქ უნივერსიტეტში ჩავაბარე ხო ის უნივერსიტეტში ჩაბარებასთან ერთად ეს არის აი რომ დაუწერელი კანონი კონსტანტად ეგრევე ეწყობი რა და სანამ საბუთების უნივერსიტეტში ჩავაბარე აი კონსტანტიც ეგრევე ხდები კონსულტანტი ყველა უნივერსიტეტში აი თუ ეხლა მართლა დიდარი ოჯახი არ აკრავს და აქ ჩამოდიხარ სახლი გაკეთე მარტეჩი კონსულტანტი ხო აი გეფიცები
ეგრე დაიწყე მე აქ თბილისში. კი და მუშაობდი კონსულტანტად. მაგრამ იცი მე რისი პრობლემა მქონდა, რომ აი ხო იცი ხა შენ ჩემი მხრის ახარ, რაღაცა სპეციფიკური კილო გვაქვს ქართლის ხალხს, რომელიც თბილისელებს ძალიან აღიზიანებს. ხო, ანუ ქონდა ეგ პრობლემა. ვიცით აი წამღერება, ხო იცი? ხო. აბა არ მოდიხარ? ხო. ეხლა მე დაგეხმარებით აი რაღაცას და ხო და ისე მოხდა რომ მე რომ მივედი გასაუბრებაზე და რო ამიყვანეს კონსულტანტად აი იქაც მივხვდი რომ ერთმანეთს ეუბნებიან რომ იცეთი ცუდი ის ვიყავი რომ სად გავანაწილოთ ხო ვერ იღებე გადაწყვეტილებას რომელ უბანში გაიგე რომ კი იციან რომ აი უფრო ისანი სამგორი მომიხდება მივხვდი ან აი დანი რაღაცა გარეუბნები მაგრამ კადრი უჭირთ საბურთალოზე სხვა გზა რა თქმა უნდა გამანაწილონ ხო და იქაც რომ მივედი მენეჯერსაც არ ეს შემოვნა სიმართლე რაღაც ხო რაღა დაგიმალო რომ კი მიჭირსო კადრიოდე ხა გადავსებაზე სხვა ყავს ისე უბედურის ჩვენი მხრიდან იყო რა ავსებდა და მომსახურებაში სჭირდებოდათ ხო ხო და მოდიო რადგანაც ძალიან ცუდი ის აქვს თან ხო იცი ადრე ხლა არის რომ ამაზე ხალხი დეპრესიაში ვარდება და გონებას კარგავს და რაღაცა აბულინგებენ თორე მაშინ არ იყო ბულინგი პირდაპირ მითხრეს რომ მე უბედურად ლაპარაკობ რა უბედურად ლაპარაკობ ხო და დიდი უზარმაზარი აკვარიუმი ედგათ და დამავალეს რომ ეს აკვარიუმის წყალი უნდა გამოუშვა თევზები ჩავყარო ოღონდ არ ლაპარაკო ოღონდ არ ლაპარაკო და თუ ვიღაცა მომა უნდა ეს დავუჭირო ეს თევზი გამოუშიგნო და გამოშიგნული გავატანო რა აი მან დაიწყო ჩემი წამება რატო ხო გონია რომ საბურთალოზე მცხოვრებ ხალხს ბებული აქვს ვაიმე ეგენი თეთრებს დასდებენ საბურთალოზე ალბათ იმიტომ უფრო თორე აი შემოვიდა ერთი ალბათ ერთი ისტორია მახსენდება მე გამოპრანჭული ქურქით რა მეიწეს მე ვფიქრობ რომ აი ალბათ ეს უქვირითია სამარჩევინებს მეთქი რა თევზებს ამ აკვარიუმში ეს თევზები დაცურავენ ისა ხო და ეკრანზე რა აი ეს მინდაო რა ის ხო არის შუშის გამჭირველი აი ეს ამოვიყვან ვაიმე ვარაო ესო ძალიან პატარაო ხო ჩავაბრუნებ თან ხო ის ფარტყალებს აქეთ-იქით ეს წყლები ისა მერე კიდე ჩაყოვე დამტანჯა რა მაგის ზომისა ვეღარ დავიჭირე და მე ვთხარი ქალბატონო დავიღალე ვეღარ გავიგე დიდი საჭირაგნებაც მეთქი და პატარა საჭირაგნებაც აგარაგიწია დიდი კიდე რაღაცა შემოდარიკო და გადავკ რაღაც თევზი მინდაო დიდი მამაშეს დაჭერნე პატარა დედა შესაო და გავარდო ბაღაში პატარა დედაში ხო ნუ აი დაართულია მე ხო იცი ხა თან უკვე ისეთ საზოგადოებაში ხარ ხო ეხა ამ ინფლუენსერობით და ამ გარეკლამირებით რომ აი უკვე ძალიან მაღალ საზოგადოებას ეგრეთ წოდეს სვეცკებს რო ეძახიან უკვე იმ საზოგადოებაში მე ძალიან გაგ ფეხი გაკ მოდებული მეც კი არ მეძახიან შენ გეძახიან მე მაინც ისე დავჭი აი ამ სკამზე დავჭი და დავბერდი შენ მაინც აი წისვლა რაღაცა კარგი მშვენიერი გოხდა და როგორ მიგიღო სვეცკმა საზოგადოებამ აი არ ვიცი თავიდან ისე ფიქრობდი რომ ერთობიან მეთქი ხო და მე საერთოდ ჩემს თავზე მეტად მე თვითონ ვერთობი ხო შურა თქო გასართობად ალბათ მეძახდნენ და ეხა რაღაცა ისე მოხდა რომ უფრო ისეთი რა ქვია ცნობილი რაღაცა ის და საჩუქრებიც მოგდის და მოგდის იცი რა უნდა რეკლამები ხო ბევრი გიკვეთავს ხო უიმე ძალიან ყველა რეკლამას აკეთებ თუ რაღაცებზე უარს ამბობ იცი რა არის რეკლამები რომ ფიქრდები მაგრამ თუ დიდ თანხას იხდიან ვეღარც ფიქრდები. მე მეძებ გამოსავალს როგორ აი ჩავწერო და აი მაგალითად რა არის ეგეთი რომ მეუხერხულება. არის ხოლმე რაღაცები ისეთები რაც მეუხერხულება, მაგრამ მაინც ვაკეთებ. უზდელობა რაც არის აი რაღაცა ისეთი რაღაცები. რა ქონია ესეთი რეკლამა რაც მაგალითად აი ეს უცნაური დავალება რომ მოგცეს. ხო იყო რაღაცა ისეთი სექსუალური სათამაშოები და აი ძალიან მეუხერხულებოდა, მაგრამ ისეთი თანხა გადაიხადეს რომ აი რომ მოიტანეს ძალიან შემიყვარდა ბუსუსიანი რაღაცები აი მანამდე არ მიყვარდა სახეში ატამიც არ მქონდა ხელში დაჭერილი მაგრამ აი ეს რაღაცა მესია მონაწავე კაი ხო აი მაგალითად ხო არის რესტორნის რეკლამა გამიკეთე რომ ძირითადად უფრო საჭმლის აი ბარტერი ჩემთან არ არსებობს მეზარება მე სიკვდილება ბარტერი მაგრამ არის ხოლმე რაღაცები მაგალითად აი არის მომენტი რომ რესტორანში შევდივარ და კარგად რომ გამოვიძენძებით 5-6 კაცი რო ვართ და რო გვიძახე ნულოვანი ჩიკია ძალიან მიხარია ხანდახან ისე ხოლმე რომ ვერთ თორს ვერ უდებ იმიტომ რომ ყველაფერი ალაგებული გვაქვს იმიტომ კაი მჭამელები ვართ რა ზოგადად ქართლის ხალხი ხო იცი ხორცები და დუფთუფელები გვიყვართ და აი ყოფილა მომენტი რომ იცი რა არის მოუწერია რომ იცით თამაზ შეგიძლია რომ მოხვიდე და გაჭმევთ ხო რესტორანში და ეგ უნდა გააკეთო რეკლამა ხო აი გაჭმევთ რა ხო და არ წავსულვარ აი რაღაცა რომ მარტო ჭამაზე რო არის კიდე ერთი იყო ძალიან გადაობა ერთმა ქალმა მომწერა რომ საბნებს ვკერავო
ხო და ახალ სახლში რო გადავედი 4 წელს საბას გამოგიგზავნითო. ხო და ერთი ცალი თქვენ დაიტოვეთ, უბრალოდ სავს უკან წავიღებთ და ყოველდღიურად რო გაიღვიძებთ და ის საბანი რო გადაიხატოთ. რა რომ აი ეგ იყო რეკლამის არხი. არა მე ვთხარი ქალბატონო არა სამწუხაროდ ვერ გაგარეკლამებთ. არ მინდა თქვენი საბანი. ხო, კი. ერთი ისტორია რომელიც დავიწყოთ. შენ რა გაგდანახი, ა? ღორის დაკლა ის იყო, აი თვალებიდან არ ამომდის. არც ის ღორი არ ამომდის და როკლაი ზოგადად ის სიტუაცია არ ამომდის რა და ეხა უფრო დაძაბულები არიან გაიგე რაღაცებს რო ვდებ, სადღაც რო თორად მიდივარ რომ ისეთი არ შეემთხვათ რომ მე ეს გავაშარშო, მაგრამ შანსი არ გამოვიტანო. ეხლა ოთახში თანამშრომელმა დამპატიჟა რომ ბიძა ჩემიო ღორს აკლავსო. ხო და წავიდეთო რა. თან დღეობა მოდიოდა მე და ეს რო დაკლავენ ხო იციან მე გამოტანა ახორცის რაღაცის და ჩავიდეთო და კარგად გვაჭმევენო ესაო და დაახორცი რა მე კარგად დროს გავატარებთო. ხო. მაშინ რამე გემრიელად აი მაშინ გემრიელად დავიშვით რამე და რო ჩავედი უკვე რაღაცა სიტუაცია არ მომეწონა. რატო? იმიტომ რომ ღორი რო გამოიყვანეს დასაკლავად. ხო. ძვლის გამოვიდა ღორი. დიდი. ძიმეთ. არა. დიდი არ იყო და მაგან დამაეჭვა. ძვლის რო გამოდის ღორი. პეპელა ხო არ ჭის მეთქი რაღაცა დაავადებული ხო არ არის მეთქი და მე ერთმა კაცმა თქვა რომ თუ მიცი როგორი ღორი დაუკვლიათ, დედალი იყო, ბევრჯერ უამაკებენ და არ იმაკა. გაიგე? ბელწი. მაგის ხორცი ახლა არ ივარკება რა. ხო და ეგეც რო იცი რა ხორცი. დაკლეს ახლა ეს ღორი იქითური აქეთური და თან აი ყველა არის აი როგორ გითხრა, განადგურებულები დადიან სახში თუ ვინმე ქალი არის. ამ ქვაბებს არ ახუნებენ, იმიტომ როგორ არის იცი რომ შენ რო ღორს აკლავ. მე მეპატიჟები, გაიგე და მეც რო კლავ, ანუ ეს ის რო სხვაგან დამყოფები ნუ იყვნენ, ბევრი ხალხი იყო, ეთიოზაური კაცი იყო რა და არაფერი ხორცი არ აქჭება. ფაქტიურად ღორი იკლება და სახში ხორცი არ არის და ეს ქალები გაბრაზებულები არიან. აბა საყაურმე მოგცე, დავდგა მარასიზავ ეს ქალიც. მე და სხვა ეგეთი ამბებია რა. ხო და ეს ღორი დაკლოდა და ბავშვი ყავთ ბიჭო პატარა. ხო და ესა მამაო წყალი მინდაო. ეხლა ნეხვენი წკებლით არ აქცემო, შენს რო გამომიხვედი ამ ქალაქელები ვითო. ჩვენ ჩასვლაც არ ესიამოვნათ, გაიგე? შეიძლება არც იცოდე რომ ამდენი ჩავდიოდით. აგეო წყალო დადიქი და დალიო. არ რაღაცებს ეძახის რა ამ ბავშვს. ისეთი გინებები აი შეჭემა რაღაცა. ჩვენ დაბადების საათი მოკითხე. ეუბნება. ხო და თან მე გავიგე ეს ბავშვი თურმე 12 წელი ელოდებოდნენ და გულში ფიქრობდი რომ ეს რო 2 წელში დაბადებულიყო ან 1 წელში რა დღეს ჩააგდებდნენ რა ამ ბავშვს. ხო და უცებ გამოდის ოჯახის დიასახლისი. ხო და ზოგადად სოფელში მაცხოვრებ ქალბატონებს ძალიან უყვართ ქერათმა. რაღაც ალბათ ცოტა სისვეწკესთან ასოცირდება რა და ამ ქალსაც ახლა ღორის დაკლა რო იყო, ხუთლად შეუღებიათ, ვიდრე ალბათ შავზე ქონა დადებული და სუაჭრელებული. გამოვიდა და ისაო ბასასო ჩემი გოგოები მოდიანო ისაო და ხო იციო ჩვენო ბასასო. ხო და ჩვენო ხო იციო გიყვარსო სუკებიო რა და სუკებსო გოგოებსო ხო და მარას ვიზავოდა კიკა მოვიხედე კაცო ამ კაცს რა ეტყობა ბასასოს 2 მეტრიანი კაცია ისერი აქ როგორ იცი აი ჩამწვილებული ხელები დახეთკილი და აი როგორ შეიძლება ამ ხელა კაცსა დაუძახო ბასასო ალბათ იმას სხვა რაღაცა გონა ბასასო თორე იმ ქალის ადგილზე აი ხო იცი თამომწონეთ ვეტყოდი რაღაცა მამონტო შიშტი ხოკელა რაღაცა ნადირო დაუნდობელო ბასასო ეს რიგინებოდა ეს კაცი ხო ბასასო გამორჩეული ამბავია კიდე საპირპარეში თურქეთში წავედით დასასვენებლად რამე იქითური აქითური მდიდარი ოჯახი გვხდებოდა კარგი დროუნა გვეტარებინა და აეროპორტიდან რო ჩამოვედი იქ ვერ შემოვასწარი და ესა ყველა ვჩერდებითო საპირფარეშოშიო რაღაცა ვის წყალი გვინდა ვის რაღაცა ის და გავჩერდეთო და იქ რომ მივედი რომ უნდა გადავიხადო ფულიანი ყოფილა უკვე აღარ მესიამოვნა რაში პაციენტული ხო ფორასის ფულს ვიხდი არ მესიამოვნებს რა არ მიყვარს ხო უფასოდ ხო და ქართულ ფულზე 20 ლარამდე მაინც უწევდა ხო და 20 ლარის ამით გიხარ რა უნდა მოვისაქმე ახლა 20 ლარი გადავიხადო გულში ფიქრობ მე ძალიან ისა ვარ ეკონომიური ის მიყვარს არ მიყვარს ფულის პლანგვა გაიგე მაგრამ თან ახლა იმასაც ფიქრობ რომ ძალიან შორი გზა არის რა ხო და ყველავარით შესვლა გადაიხადო რა ვანო შევედი რა დამხვდა რა იყო ვაი მე სასწაული კაბინა განათება იქითური აქეთური ახლა და ყოხტად დავჭექი რა გინდას უნდა ყველაფერი ალაგია აი რა ბოლო დონის რა უნიტაზია როგორ იცი აი გამარჯვებას გეუბნება სასწაულებ დიდრებისა რა მაშინ მივხვდი თუმე არსებობს კიდე რაღაცა რაც ჩვენთან არ არის რა ხო დავჭექი ახლა და ალბათ არის ახლა რო მოდა შემოვიდა ჭკვიანი ტექნიკები ჭკვიანი უნიტაზი ყოფილა
იმიტომ რომ იმანა ჩიატყო რომ სუტყვილად ვაცდენდი იქ ალბათ რიგში ვიღაცაც იდგა გაიგე რომ თურქულად რაღაცა მითხრა ისქინგ რაღაცას რაღაც დილიონ სირიონ რაღაცა ხო და წერია იოხ და წერია ევეთ ხო და ევეთ კი ვიცი რა დავაწეკი ევეთ ისე მესია მონოთბა ჩამობნელდა ხო და როგორც დისნეის ფილმი გავიდეს ცოლ-ქმარის ხედან გემზე ბავშვთან ერთად და რაღაცა ესა შავკანიანი მოუყვება ლამასად იმას ეს მონიტორზე გადის ჯუნგლებია რაღაცა მდინარე მოდის და ესაა და რაღაცა მე ხარ უნიტაზე უყურე მე ვზივარ უნიტაზე ისე გავინაბე აი გეფიცები ახლა გეუბნები რა მოვეშვი ხო და ეს და თანჭრიჭინის ღმა ისმის ეს ბუნება რაღაცა წყლის ჭრიალი ესა და უცებ იძაბება უცებ რაღაცა ეს გემი ტრიალდება მორევი ჩქარდება ხო და დიდი რაღაცა ჩანჩქერია იქ უნდა გადმოცვიდნენ და კაკარას გადმოცვირე იყო და ისე ჩაი ისე გამივიდა მეც მივხვდი რაი ისე მესია ამ სპეციალურად ეგ ვიდეო იყო მაგის გეხმარება რომ დრო არ მოაწყდე გაიგე ხმარი ისე მესია უნდა კეთილები და რა მიხوار არცებას რომ რამეს დავაწვე შენც არ მომიკვდე მინდა გაცდის ის კიდე მიხვდა ის ხო ჭკვიანია რომ მარტო მოფსი გაიგე მაგას მიხვდა ხო და უცებ ეს ამოტრიალებულები სანამ გამოცურავენ უკვე გადადის კადრი ტყეში რაღაცა გამორბის ვაიმე აი როგორ დაძაბული ზივარ იცი რომ რა მორბის უარ მეჯახება ხო არ გავიწიო აი თან ისეთია რომ აი სუტყიდეში რა მორბის აი ეს ირემი რაღაცა უცებ აი ირმის ისე არის ბლოკების აი ბლოკა ხო აი რაღაცა ქვებზე და უცებ ირემი გადმოხტა ამ ტყიდან და უკიდანაც რაღაცა ჯოგი მოყვება ეგეთი გამოვარ და ვერც გავიგე მეორე შენ გაიხარე მეთქე მოსაქმება გემრიელად ირმის გადმოხტობა და გასვლა ერთი ხო რა ხო და ეხლა ვფიქრობ რომ უნდა წამოვდგე უკვე რა და ძალიან ასიამოვნები ვარ მაგრამ ჯერ სად არის სიამოვნება ბანო რაიმე უცებ აი ტერმინატორის ხმარო არის რაღაცა ლაზერი რაღაც ესეთი რა და ეხლა მე დავიძაბე რომ მეთქი და ვიყურებ და უფრო ვაწვალებ თურმე ლაზერია რაიმე ისეთი შემოაშხაპნა თურმე ის თანა გბანს გაიგე რაიმე ან როგორ დაუმიზნა მეთქი ხო და კაია ისეთი გამობანული გამოვიდა კი პარპარია ეხლა კიდე რაღაცა ხალხი ჩოჩქოლი იყო აბა რამდენი ხანი რაღაცა ისე გავერთი ის სხვა პნოპკებიც იყო სხვა რაღაცები შეიძლება ყოფილიყო ისეთი რომ ისოცლარიანი სიამოვნება თუ აი მომეყარ ანუ ღირდა 20 ლარის გადა ღირდა აქაც რო იყოს გეფიცები ერთ-ერთი მომხმარებელი მე ვიკიდები რომ კიდე რა არის იცი მე ვიცი რომ აი რაღაცა ერთ გოგონასაც დაეხმარე მახსოვს ესეთი ვიდეო აი რაღაც კაცი ეჩხუბებოდა თუ რაღაცა დედაენის ბაღში აი მე ეგ ისტორია ეგ ძალიან ცუდი ისტორია არის ძალიან ბევრი ბულინგი მოდის ხოლმე და ჩემმა მეგობრებმა მითხრეს რომ რაღაცა ისეთი ხო არ დავდოთო რომ ეს ხალხი შენ კი შემოვატრიალოთო შენკენო რა რომ ძალიან ცუდი კომენტარებს წერენ და მე ხო კომენტარებს არ ავშლი საერთოდ სულტოვებ რა რომ მინდა რომ ყველამ დავიზაწერილი კომენტარი წლების მერე იკითხონ რა რატო წავშალო არ რომ შემხვდეს რაღაცა წაშილი ხო უნდა ვიცოდები რა კომენტარი დაწერა და მივდივარ ერთ-ერთ რესტორანში ხაჭაპური საჭმელად აჭარული ხაჭაპური უნდა ვჭამოთ ერთ-ერთი საუკეთესო მანდარი რა მაგუბაში სადაც ვიტყვი საჭარული ხაჭაპური და მანქანა ძალიან შორს გავაჭერე მოვდივარ ეხლა და თუ გინახია ქუჩის გამოკითხები რო არის ქუჩის გამოგითხებ ბევრნაირი და კიდე არის რომ მაგალითად ინციდენტებს რო იღებენ რომ ვიღაცას ცემს და თუ გააშველებ ანუ დადგმული სცენები ხო ეგეთი ხო და ეხლა აქ გადმოვდივარ ამ მშრალი ხიდი არის მშრალი ხიდზე და დედაენის ბაღი რო არის ხო მანდ გაყოლებაზე ცოლ-ქმარი არიან თუ საყვარლები არიან მაგრა ჩხუბობენ გაიგე აი ეს კაცი მაგრა ეჩხუბება შენ ეხლა ესე გიზავ შენ ვის გაუბედე რაღაცა მოსარჯული რაღაცებს ეუბნება და თან აი ეჩხუბება ხელით უჭირავს რაღაცა და უცებ აი მე ვიფიქრე რომ ვაიმე მეთქი ეხლა მეთქი ამათ გავაშველებ ამას გადაიღებენ და რო გავაყოლა იტყვის რომ აი თამაზა რეკაშეტი როგორი ვისად ხო ბრძოლაში ჩაუვარ და არ შეეშინდა მაგრამ ეს კაცია იცი რა ხელა აი რო შეგეშინება რა მამონტი ეხლა გავბივა რომ მეთქი ჩემო ძმაო შენა მეთქი გოგოს როგორ ექცევი და უცებ აი ესე ვანო ხელი ხო უჭირავს და ეს ვიხა გამოტყულდაო აი ხოდა ეს ელში რო წამიჭირა მაშინ მივხვდი რომ გადაღება არ იყო იმიტომ რომ ნერწყვით ვეღარ გადავყლა მე დორბლი გადმობდიოდა ისე დღეს ჩამაგდო ხო და
აი მე როგორ გაბავშვებინებ, მე ეს ხალი მომბარდა, ეს ხალიც ისე გაიწია გვერდზე, გაიგო ხე მას რო აღარ ჭუბებოდა. მე ვთქვი გამატონო, რაღაცა დააგდებინე ჩემი თავი, ზრუნ გაბავშვებინებ ხელი. ერთადერთი მომენტი იყო ისეთი გამოვიქეთ იქიდან, აი მე თან უკან ვიყურებოდი ხო არ მომდევს მეთქი. აი ყელში რო წამიჭირე, ეგრე მივხვდი რომ გადაღება არ იყო. ესე ხო დამიჭირა და ზემოდან მუხტი დამარტყა, გაიგე და ფუქში ვფიქრობ, ახლა ამან კიდე ერთი რო დამარტყა, თავის უგამინაყოს და ისეთი გამოვკადი იქიდან რომ მთელი კისერის უგაყოლებული იყო და სამი დღე კაშრით დავდიოდი. კაშრით დავდიოდი. კიდე ერთი ამბავი რაც მომეწონა, შედი ორი დის ამბავია. ორი დის ისტორია. ესე იგი ვანო, ორი დანი არიან. ხო. არავინ არ აყავთ ქვეყანათაზე. არც დედა, არც მამა. არაბი და სანათესაო და ცხოვრობენ ოღონდ ძალიან გაჭირებით. ერთი აფთიაქერა, მეორე ბიბლიოთეკარი. ხო. ძვლის გააქვთ თავი. გაიგე და ერთი პროტეზი აქვთ. ანუ წყვილები არ აქვთ. არ აქვთ, ასაკშიარიან არ აქვთ და ოღონდ არა, ქვედა აქვთ. ზემოდან არ აქვთ, ხახაზე რო ეკრობა. ხო და იცი როგორ არის რომ ისი აქვთ დამთხეული ეგენი ხოსმენებით მუშაობენ 4 დღეში ერთხელ რა რომ სუსახში არიან არ გადიან გარეთ და რატო იყიდონ ორი პროტეზი და ერთი აქვთ. იცმენაკია ის ისეთებს რა. ხო და ეხლა ეს და გამოპრანჭულია ელოდება და უნდა მოვიდეს დილის წმინდან რომ ამან უცბად ეს პროტეზი გაიკეთოს და გავარდეს. ხო და რა ვიმაშუტკამას დაუგვიანა რაღაცა ეკითური აკეთური და როგორც კი შემოვიდა ეგრევე კარებთან დახვდა ეს და გამოაძრო პირიდან გაიკეთა და გავიდა. გავიდა თუ არა მარშრუტკაც მაშინვე მოასწრო სოფლიო ჩაჯდა მარშრუტკაში და ეგ გზაში აი ესე ამ ვერც მოასწრო გადავლება ამ პროტეზის რაღაცა და ილოკება. აი მეო ამ დილაუთენიაო ბადრიჯანიც უჭამია. ესე მოება ბადრიჯანი უჭამია. მე რაკეთ გამოყვა. კარტოფილი უჭამიაო. ხოდა უკვე ხახაზე რომ მივიდა შოკოლადი ლიქიორიანიც უჭამია და უკვე ტელეფონი დააძრო რომ მაგას ალერგია აქვს შოკოლადი გაფრინებული ყავდა რომ ლიქიორიანი შოკოლადი არ უნდა ეჭამო და აი განდრის ხემლი ხომ მოსკევს რა მოიღო წყალი გადაავლე რა დაურეკა თავის დას ლიქიორიანი შოკოლადი აკზალული ქონდა რატო ჭამეო რატო ჭამე ხო იცი რა ალერგია მაქვს ალბათ იმან დილით ყავაზე ცოტა ხო მიაყოლა ნალექია ყავას ერთად ლიქიორიანი შოკოლადი ჭაო ერთი სიტყვით რა არაჩვეულებრივი ენის პატრონი ხარ. ესე იგი შენს YouTube განაცემაც ძალიან პოპულარულია. ხშირად ვუყურებთ ხოლმე სარკასტიკა, სადაც უკვე შენ და ნაზღაიძე ერთად ხუმრობთ. ერთად გადაწყვიტეთ რომ რაღაცა ხალხი გაამაიმუნოთ, ხო, ესეთი. ყველაზე საინტერესო რესპონდენტი რომელი იყო შენთვის? ყველაზე საინტერესო რესპონდენტი იყო ლელა წურწომი იყო და მამულჩა ძალიან ღადაობა, ძალიან ბევრი ვიცინეთ. ხო. კიდია ძალიან მაგარი ის რო დაურეკეთ, რა ქვია, მაკა, რა გვარია მაკა. შალიკაშვილი? ხო, მაკა შალიკაშვილს რო დაურეკეთ, ეგ იყო ძალიან პრიკოლი. ხო. თითქმის ყველა სტუმარი ეს არის, რა ქვია, სასაცილოები არის ხომ, თა რო არიციან საიდან ურეკავ. ხო, ეგ ხო ეს. კიდია იყო აი ძალიან მაგარი. მე ჩვენ მოვიფიქრეთ ესეთი რაღაცა, რომ ვითომ ისენი ვართ, რა ქვია, სექსი ტელეფონით გაგიგია ესეთი რაღაცა? როგორ არ გაგიგია, კაცო ჩვენ ახალგაზრდა. რა უბედური რაღაცები გწოდნია, მანო, მე არ მეგონა. ახ, შენ პატარა ამდენი წლის ხარ, შვილი? 28. ჩვენ დიდები ვართ. ჩვენ დიდები ვართ. გადაწყვეტეთ, რომ ეს თამაში ვითამაშოთ. სექსთა ტელეფონი და დაურეკოთ მამაკაცებს და შევთავაზოთ ტელეფონზე აი რაღაცა სექსუალური საუბრები რა. მაგაში ფულს იხდიან, ხო იცი? ონო ეგეთი არ ვიცი ხა ვინ. ეგენი არის. ხო და აი ძალიან პრიკოლი იყო. ცნობილ სახეებს ურეკავდით კაცებს და ეს ქალის ხმით სექსუალური ვიღაც მესაუბრებოდით. აი ეს ძალიან გადაობა იყო. ხო, არა, ეგრეთ წოდებული გაჩალიჩება ძალიან სასაცილოა ხოლმე, როცა იციან და ისე შენთან არ დაგვირეკე რაღაცა. შენთან რთულია დარეკვა, მიხვდი? მეც შეიძლება აკვეთ კარგად გაიგე და მე მივხვდი მარტივად ხო იმენად აი პატიოსთან ცხოვრობ გაიგენეთ აი წმინდა რაღაც აი ვერ მოგიძებნეთ აი რაზე შეიძლება დაგირეკოთ ერაფერი ვერ მომიძებნეთ ხო აი რაზე შეიძლება დაგირეკოთ ესე იგი თამას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო რომ მოხვედით ჩემთან გადაცემაში მინდა წარმატებები გისურვო ასევე მინდა ბევრი ფულიც იშოვო ცხოვრებაში იმიტომ რომ ხო ყვარებია ფული არაჩვეულებრივი ენა გაქვს
ძალიან ისეთი სახალისო სასაცილოც და რა ვიცი. მინდა რომ სულ კარგად იყო და მოგიდოცე კიდევ ერთხელ დამდეგი აღდგომის დღესასწაული. ეხლა ეს ასე და მომიყოლე ახლა დავამატო რომ ისე მიყვარს აი კარგი ნივთები და ფული რომ დაბადების დღებზე რაღაცებს რომ ჩუქნიან. ხო. ჩემს დაბლარი მაღაზია რა და რასაც ვიცი რომ არ გამოვიყენებ ჩამაგხომე და ვაყიდინებ. აბარებ? და აბარებ. გოგოები მიყიდიან რა. და ფულსაც იგებ ხო? იმიტომ რომ სადაც ახლა მსხალი გაქვს დამწიფებული ნაადრევად. კაი, ძალიან დიდი მადლობა თამაზ ძვირფას ტელემაყურებელო, ჩვენი განცემის სტუმარი იყო თამაზ ლოხიშვილი. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. Pinexi. 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს.